მოგესალმებით, GA-ის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის პოდკასტების სერია გრძელდება. დღევანდელი პოდკასტი შემოგთავაზებთ Andersen Georgian საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მხარდაჭერით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბატონ ირაკლი გელოვანთან და გიორგი სვანაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა იქნება საარბიტრაჟო, ასე რომ ვთქვათ, არბიტრაჟის სახეები, ასე რომ ვთქვათ. ხშირ შემთხვევაში არის მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, რომ ზოგ შემთხვევაში პირობითია, ხელოვნურია და ასე შემდგომ. და შემოგთავაზებთ ჩვენს მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ იყოფა, რა დაყოფის კრიტერიუმები არსებობს, რა განსხვავებებია მათ შორის, რა უპირატესობები არის და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ჩვენი კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ იმ დავის მიმართ, რომელიც შეიძლება პოტენციურად არსებობდეს ჩვენთვის სასურველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი თუ არბიტრაჟი თუ სახე. კი ბატონო, რა ვიცი, ირაკლი გიორგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და იმედი გვაქვს, რომ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. მოგესალმებით და მადლობა ოთო და მივესალმებით ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებსაც საუბარში. კი ბატონო, ირაკლი, შენგან დავიწყეთ. კი ბატონო, ხო, არა, რა თქმა უნდა, საინტერესო თემაა, იქნება გამომდინარე, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მრავალფეროვნებას, რაც არის არბიტრაჟში და პირველი ასე თქვათ დახარისხება ეს არბიტრაჟი შეიძლება ალბათ მახსენდება და შეიძლება გაგვახსენდეს ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრაჟის დაყოფა ვთქვათ ესე ხო შეიძლება თქვათ რამოდენიმე ელემენტით დავასახელოთ რა მხრივად შეიძლება ქონეთ თავისი სპეციფიკა საერთაშორისო და ადგილობრივს ხო საერთაშორისოში ალბათ არჩევანის და მრავალფეროვნების ასე თქვათ ადგილი უფრო მეტი არის იგივე სამართლის არჩევის კუთხით იქნება თუ ადგილის და ინსტიტუტების არჩევის კუთხით, რომელიც პრინციპში ადგილობრივ არბიტრაჟში არის, თუმცა ვფიქრობ, რომ იქ უფრო მეტი ელემენტი არის და ეს თუნდაც აღსრულების კუთხითაც უფრო მრავალფეროვნება არის ნიუ-იორკიდან კონვენციიდან გამომდინარე. ასევე შეგვიძლია ვახსენოთ განსხვავებები ad hoc-სა და ასე თქვათ ინსტიტუცია არბიტრაჟს შორისაც ხო და თუ შეგვიძლია თქვათ ცალსაკე გავიაროთ თითო-თითო ან შეგვიძლია უბრალოდ ჩამოთვალოთ და ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელია რომელზეც ვისაუბრეთ დარწმუნებული ვარ ad hoc არბიტრაჟი და ინსტიტუციური არბიტრაჟი და რითიც დაიწყე ის რომ იმას რომ გამოვეხმაუროთ და მოვწუროთ ალბათ ხო ანუ საერთაშორისო და ადგილობრივი ხო ჩემი მოსაზრებას გაგიზიარებთ რომ ანუ თუ არ საუბრობთ ისეთ სპეციალიზირებულ არბიტრაჟებზე როგორც არის მაგალითად ვაშინგტონის ანუ XCD-ის არბიტრაჟი ან PCA-ზე ანუ ჰააგის მუდმივ მოქმედ არბიტრაჟზე რაღაცნაირად გონია რომ ეს დაყოფა ცოტა ხელოვნური არის იმიტომ რომ თითო აი თუნდაც ჩვენი კანონი არის ანუ არბიტრაჟი არის არბიტრაჟი მას არ იცნობს გაყოფას რომ აი ადგილობრივი საერთაშორისო და ის რომ რაღაცა სხვა წარმოების წესები ასე რომ ვთქვათ გამოიყენებოდეს ან ასე შემდგომ. ადგილობრივიც გადაწყვეტილებაც ისე ექვემდებარება ნიუ-იორკის კონვენციის საფუძველზე სხვა ქვეყანაში ცნობა აღსრულებას, როგორც ანუ პირობითად რო ვთქვათ, ანუ ქართული საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ისევე ექვემდებარება ცნობა აღსრულებას ნიუ-იორკის კონვენციის საფუძველზე, როგორც რა ვიცი, ICC-ის თუ ლონდონის. შესაბამისად, აი კომერციულ ნაწილში, ან კომერციულ არბიტრაჟებზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაყოფა თითქოს ცოტა რაღაცა ხელოვნური არის, იმიტომ რომ თვითონ შინაარსობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის მაინდამაინც დიდი განსხვავება, რო ვთქვათ, მაინდამაინც არ არის, ხო, ის რომ სახელში მაგალითად ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო აქ ეს არ ანიჭებს მას საერთაშორისოს სტატუსს, ხო? ანუ მეორე ვარიანტი არის, რომ კი შეიძლება უფრო მეტი ანუ საერთაშორისო მხარეები, ანუ სხვადასხვა ქვეყნებიდან ირჩევენ ლონდონს და ბევრი კომპონენტი არის, ითის ხდება ის საერთაშორისო, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, რო ვთქვათ, ესეთი გაყოფა და დაყოფა არ არსებობს. ხა ზოგიერთ ქვეყნის კანონმდებლობას აქვს სპეციალური წესები, აი მაგალითად მახსენდება შვედეთი, სადაც ცოტა განსხვავებული წესები არის, თუ არც ერთი მხარე შვედური არ არის. აი მაგალითად გამორიცხვა შვეიცარიაშიც და შვედეთშიც პრინციპში როგორც მახსოვს რომ გამორიცხვა თუ არც ერთი მხარე შვედური არ არის მხარეებმა შეიძლება გამორიცხონ მისი გასაჩივრება და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენთან მაგალითად ესეთ
ჩანდაწერს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არის ნობს კანონი, თუმცა ესეთ კანონ პროექტიც გვაქვს მაგასთან დაკავშირებით სხვათა შორის. ანუ ამიტომ ჩემი მოსაზრება რომ შევაჯამო მგონია რომ ანუ თვითონ ანუ შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინდამაც დიდი განსხვავება ამათ შორის ეთოქსა და არა გულისხმობ საერთაშორისოს და ადგილობრივ ასაკიროების მე მაგ ნაწილში ძალიან კონსერვატულად უდგები ხოლმე მათ შორის აკადემიური მიზნებისთვისაც სტუდენტებთანაც როდესაც მაგაზე ჟელობა არის უცხოური ელემენტის ანუ კანონისმიერი ახსნა ჩვენ ესეთი გვაქვს ხო უცხოური ელემენტი თუ შემოდის სამართალ ურთიერთობებში რომელიც არის კერძო ხასიათის ის უცხოური ელემენტი ხდის მას საერთაშორისოს ანუ საერთაშორისო ხდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს იურისდიქციის მიღმა შინაარს ურთიერთობის ან სუბიექტის დონეზე, ან ობიექტის დონეზე გააჩნია შემხელობას სხვა ქვეყანასთანაც. თუ წმინდა წყლის ქართული ურთიერთობა ორი ქართული მხარეა და საქართველოში განიხილება დავა და ქართული არბიტრაჟი. ჩემთვის ეს არის ადგილობრივი არბიტრაჟის კლასიკური მაგალითი. მაგრამ თუ ერთ-ერთი მხარე მაინც უცხოელია, ან ორ ქართულ შორის დადებული ხელშეკრულება დაკავშირებულია უცხოეთში შესრულებასთან, რაიმის გადაცემასთან ან მომსახურების გაწევასთან, ან გადახდა ხდება უცხოეთში, ან თუნდაც საჩოთი რო საკითხია, მაგრამ ბოლომდე მხარდაჭერა არ აქვს სასამართლოს მიზნებისთვის კანონისმიერი, მაგრამ შეიძლება ორი ქართული მხარე სუბთა ქართულ ურთიერთობაში უცხო ქვეყნის სამართალზე შეთანხმდეს და არბიტრაჟის დათქმა ქონდეს. ანუ სასამართლოში ამ დათქმას გაუჭირდება. იმიტომ რომ თუ უცხოური ელემენტი არ აქვს უცხო ქვეყნის სამართალს ვერ ათანხმებ, მაგრამ თანამედროვე პრაქტიკად არის ის რომ უცხო ქვეყნის სამართალზე შეთანხმება უკვე უცხოური ელემენტი არისო. მაგას ასამოვიდა. ამიტომ მაგით ვყოფ მე რა. დაყოფაზე. ნიუ-იორკში შევხედავთ კონვენციას, იქ წერია ინფორმაცია ანუ უცხოური გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით არის ასე ვთქვათ ბორდი. ხო, თუმცა ნახე, უცხოურში რა იგულისხმება მან. აი სწორედ ელემენტები რაც პრინციპში გიორგი შეიძლება ტესტი იყოს, ხა მე არ მახსენდება რამე кейსი რომ ადგა სასამართლო დაიწყო იმის დატესტო რამდენად foreign არის თუ local არის, მაგრამ შეიძლება არსებობდეს და თუ მიდგა საქმე შეიძლება ამანაც რაღაც თავისი ეგ არსებობს რატო იცით ბოდიში ოთო და არ დაგავიწყეს სიტუაცია და ეგ რა არსებობს და რატო არის მნიშვნელოვანი რომ მე არ შეიქმნას გასაჩივრების საფუძველი რომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოიყენებინა ან გამოიყენა ეს რომელიც არ უნდა გამოიყენებინა რატო ნახე თუ უცხოური კომპონენტი არ დაასაბუთე მაშინ ნიუ-იორკის კონვენციას ვერ იყენებ. ეგ არის მაგაში. მაშინ უნდა გამოიყენო ადგილობრივი ცნობა აღსრულების მექანიზმები და აი მანდ გადის მიჯრა რომ მანდ არის მნიშვნელოვანი რომ თუ შენ ურთიერთობა დააკვალიფიცე როგორც ადგილობრივი და შენი არბიტრაჟი იყო ადგილობრივი არბიტრაჟი, მაშინ შენ ნიუ-იორკის კონვენციასთან არაფერი არ გესაქმება. ნიუ-იორკს ვერ გამოიყენებ. ნიუ-იორკს იყენებ მაშინ როგორც შენ სწორად აღნიშნე, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟი გადაწყვეტილება, ხო? და საერთაშორისო თუ იყო თავიდან უნდა გეთქვა. მაგრამ აი ჩემი მოსაზრებით ანუ მაგ შემთხვევაში უცხოური ვრცელდება ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, როცა საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის სხვა ქვეყანაში. ზუსტად მათ შორის. თუმცა იყოს ტერიტორიული ნიშნით და არ იყოს city კი არ იყოს, place იყოს, ანუ ადგილი კი არ იყოს განხილვის, არამედ ანუ როგორ თქვა, არც ვიცი როგორ გამოჩნდა ქართულ ტერმინოლოგიაში. ანუ დავისაგან ადგილი, კი, ანუ ადგილი თუ გაქვს უცხოეთი, city თუ გაქვს ყველა ვარიანტში უცხოური კომპონენტი შემოდის ჩემი აზრით, მაგრამ თუ მაგალითად ქართული საარბიტრაჟო ინსტიტუცია გაქვს შეთანხმებული, მაგრამ განხილვას ტერიტორიულად ფაქტობრივად ატარებ სხვა ქვეყანაში აი როცა მიჯნავს sit the place of arbitration-ს, ხო? აი მაგნაწილში რამდენად იმუშავებს ეგ კომპონენტი უცხოურ ელემენტად, აი მაგაზე მე პრაქტიკა არ მახსენდება რომ ვინმეს ემჯილოს. რომ მაგან გაახადა საერთაშორისო ეს ურთიერთობა. საინტერესო საკითხია. სადისკუსიო საინტერესო თემა არის, მართლა. ხო, საინტერესო, უბრალოდ აი წერან გიორგი უნას თქვა რა, რომ თუ დავისაგანიც ქართულია, მხარეებიც ქართველები არიან, საქართველოს რეზიდენტები, ანუ ეს არ გამორიცხავს ხარის შესაძლებლობას, რომ წავიდეს და ნიუ-იორკის კონვენციით მოპასუხეს, სადაც თუ სხვა ქვეყანაში აქვს ქონება, იქ მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების ცნობა აღსრულება. ხო, ანუ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ნიუ-იორკის კონვენცია ამას ჩვენ ადგილობრივად დავაიდენტიფიცირებთ თუ საერთაშორისო არბიტრაჟად დავაიდენტიფიცირებთ, მაინც ერთნაირად ვრცელდება. და შესაბამისად ექვემდებარება ამის შედეგად. უბრალოდ მაშინ მაგაზე დათქმას გავაკეთებ, რომ მე როცა ვთქვი, რომ ნიუ-იორკის კონვენციასთან არაფერი არ გესაქმება, თქო, მაგაში გულისხმობ, როცა შიგნით. ხო, ხდები, ანუ თუ საქართველოს განიხილა, საქართველოს სასამართლოს არ ესაქმება მაგაზე, თორე შენ თუ ქართული
კლასიკური ქართული გაწმობა წაიღე და ფორუმ შოპინგი დაიწყე აღსრულების ეტაპზე და გერმანიაში მიგავს. გერმანიამ შეიძლება ჩახედოს ნიუ-იორკის კონვენციას და ჩახედას იდეას. ჩვენი კანონიც პრინციპში არბიტრაჟის შესახებ კანონიც, აი როცა მიჯნავს, რომ ცნობა აღსრულებაზე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ უზენაესმა, იგიც გარკვეულწილად უყურებს სად არის მიღებული, ანუ უცხო ქვეყანაში თუა მიღებული, ავტომატურად უქვემდებარებს უზენაეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მხარეებიც ქართველები იყვნენ, მაგრამ შეთანხმებული იყვნენ ICC-ზე პარიზში და დავისაგანიც ქართული იყოს. მაინც უზენაეს უქვემდებარებს რა, ამიტომ რა იგულისხმება უცხოურში თუ საერთაშორისოში არბიტრაჟის შესახებ კანონის მიზნებისთვის, შემთხვევაში ძალიან სადაო არის რა და კანონი არ არის. კი, ძალიან ის არის რა, შეფასებითი კატეგორია. ამიტომ ეს დაყოფა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა წმინდად რო შევხედოთ, ხა მაგალითად ვაშინგტონის XCD-ის არბიტრაჟი წმინდად საერთაშორისო არბიტრაჟია, ხო? ისევე როგორც PCA ჰააგის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი, მაგრამ აი როდესაც ხა ხშირად არის რომ ILCIA-ის, ICC-ის და ასე შემდეგ, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟად მოიხსენიებენ, მაგრამ შეიძლება არანაირი განსხვავება რეალურად არ იყოს ქართულ არბიტრაჟისთვის და case by case არის ელემენტების ასე თქვა რა უფრო უცხოური ელემენტების ჭარბობს თუ არ ჭარბობს და სხვა ფაქტორები რომელიც შეიძლება უკვე სასამართლოს გადაწყვეტს გახდეს. თუმცა თემატიკას რო დაუბრუნდეთ, ხო, თუ ad hoc-სა და ინსტიტუციურ შორის განსხვავებაზე ვსაუბრობთ, ხო, მან ძალიან ბევრი განსხვავებაა. კი, აი ზუსტად მაგაზე, ზუსტად მივედით გიო, მაგ საკითხზე ირაკლი რაც ახსენა, ეს არის სწორედ მეორე განმასხვავებელი, ანუ ad hoc-ი და ინსტიტუციური და შენი მოსაზრებები რო მაგნატოში, რავი, ირაკლის მოусმენ აუცილებლად ჩემი მოსაზრებას იმას ვიტყვი, რომ თავი კომპონენტი არის, რომ ადმინისტრირებული არბიტრაჟი გაქვს. ანუ ყავს ერთგვარი ადმინისტრატორი, რომელიც ინსტიტუციურად, სტრუქტურულად ცდილობს, რომ ეს სერვისი ისე მიაწოდოს მხარეებს, რომ იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული. რა თქმა უნდა, უფრო ძვირიჯდება და არ არის IAPC ამოვნება, თუმცა თანამედროვე პირობებში მე ვიტყოდი, რომ ძალიან კმედითი მექანიზმია, კომფორტულია და ღირს ის ფასი, რა ფასებიც აქვთ თუნდაც საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამას წინათ ერთ-ერთ ევროპულ ცნობილ არბიტრაჟში მომიწია ჩართვა, ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ელექტრონული დატაბაზა აქვს, სადაც ძალიან კოდირებულად შედიხარ, ყველაფერი იტვირთება, სისტემატიზირებულად სორტირებულია, ყველაფერს უყურებ ძალიან user friendly ან მომხმარებლისთვის მეგობრული სისტემით და თან რაც თავარია კონტროლია რა, ვადებზე კონტროლია, პროცედურებზე კონტროლია და ერთგვარი დირიჟორი ყავს, რომელიც სადავებს ხელიდან აუშვებს. ad hoc-ში ქართული მენტალობისთვის ეს თვით მართვა, თვით დისციპლინა, ხო, გამოწვევა შეიძლება იყოს, დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს, კი. მიტოვებულა ზოფა მეთოქში თავზე და არბიტრებმა უნდა იყო ჩაღონი. ხო, აქ გამოიკვეთა, ხო, ის სუპერსოვერი რაც შეიძლება ერთს კონდეს და მეორეს, ხო? ნუ ერთი არის თქვა, შეიძლება ad hoc უფრო იაფი დაგუჯდეს, იმიტომ რომ ადმინისტრაციის ჩართვა როგორც ეგეთი არბიტრებს, როგორც არის თქვა ინსტიტუტების შემთხვევაში და სხვა შორის ერთ-ერთი, ნუ ჩემთვის ყველა როგორც ცნობილია, თითქმის უმეტესობა, დიდი უმრავლესობა სწორედ ინსტიტუტის ქვეშ ხდება არბიტრაჟი და თუ რა ვთქვი, კვლევებიც ამას ეძახის. უბრალოდ ჩემთვის თქო გასაკვირი შეიძლება იყო მაინც, რომ აი თქო შვედეთის ერთ-ერთი სპეციალისტის როცა ვკითხე, დიდი უმრავლესობა პირიქით იყო ad hoc-ის და ალბათ იქ სავაჭროს დავები მეტია და შეიძლება ერჩინოთ პროცედურალის გამოყენება თუ რა მიზეზი შეიძლება იყოს ამისი, არ ვიცი, მაგრამ აი თქო ესეთი მაგალითიც ქონა და ესეთი თუმცა ეს ალბათ გამონაკლისია არის, როგორც ხვდები, იმიტომ რომ ძირითადად ყველა ცდილობს, რომ უფრო მეტი გადაიხადოს და იცოდეს, რომ ეს თქო კომფორტიც ექნება, პლუს კიდე ხარისხიც საბოლოოდ დაავის და პროცედურის უფრო უკეთესი იქნება და შენ სხვა კი, ანუ, რა ვიცი, მოკლედ რომ დავამატოთ, ცხადია ორივეს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, ანუ რაც აღნიშნეთ ინსტიტუციურთან მიმართებით შეიძლება ვთქვათ, რომ ანუ ეს ხარჯები და გარკვეულწილად ბოლო პერიოდში აღნიშნავენ, რომ ცოტა მეტად ბიუროკრატიული გახდა, აი თითქოს რაღაცა თუნდაც იმ სკრუტინის მექანიზმის შემოღება, ხო, ICC-ის რაც აქვს, ხო? რაც თავის მხრივ ICC-ის მიზანია რომ ხარისხი უზრუნველყოს, მაგრამ ხარისთვის შეიძლება რაღაცა ცოტა უფრო მეტად ბიუროკრატიული იყოს ან ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ ეს ხარისხი და რეპუტაცია, აი ესეც მინდოდა აღნიშნო, აი თავის მხრივ თუნდაც უცხო ქვეყანაში რომ მიდის და იქ აწერია რომ რაღაცა ICC-ის ან LCI-ის ქვეშ არის
განხილული ეს არბიტრაჟო გადაწყვეტილება რაღაცა გარკვეულ მოლოდინებს ქმნის ცნობა ხარისხის და ცნობა აღსრულების მიმართ ვიდრე ის რომ ad-hoc არბიტრაჟი რომელიც ნაკლებად მაგნაცელში სულ ამეფიქრება ისი ბოდიში რომ წაგებულ მომხარემ რა დააშავა მაგნაცელში კი ბატონო ეგეც არის და ერთი ყველაზე ესე დიდი გამოწვევა რაც ალბათ შეიძლება ad-hoc-ს კონდეს არის რომ როგორც აღნიშნეთ ყველაფერს ტრიბუნალი აორგანიზებს მაგრამ რა ვქნათ სანამ ტრიბუნალის კომპლექტაცია მოხდება და თუ მხარე ამას სადავოდ გვიხდის და არ გვეთანამშრომლება ხო ანუ ამ დროს ყველა ძირითად შემთხვევაში გვიწევს მაშინ იმ ადგილობრივ სასამართლოსთვის მიმართვა კიდე უფრო მეტად გაწყელვა მაშინ როცა თუ მხარე არ გვეთანამშრომლება და ვერ ნიშნავთ ინსტიტუტის შემთხვევაში ინსტიტუტს აქვს ის მექანიზმი რომ თავად უზრუნველყოს ამის დანიშვნა და შეიძლება ერთი სიტყვით ესე ძალიან მარტივად ხდეს თითქოს რა უნდა არბიტრის დანიშვნა მაგრამ გადამწყვეტი შეიძლება ითქვას რომ გადამწყვეტი ეტაპი არის არბიტრაჟო განხილვაში იმიტომ რომ დროულად და სწორი ტრიბუნალის ფორმირება არის გადამწყვეტი იმისთვის რომ ის შედეგი ის სერვისი და ის შედეგი მიიღო რომელიც არბიტრაჟის მიმართ მხარეს გააჩნია. შესაბამისად, ცხადია, ad-hoc-თან მიმართებით უფრო ნაკლებ ხარჯებს უნდა ველოდოთ და უფრო ნაკლებად ბიუროკრატიული პროცესი შეიძლება იყოს, თუმცა აქვს ის რისკები, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში უფრო მეტად გაიწელოს, უფრო დაბალი ხარისხის მივიღოთ, თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად დავაკნიოთ, ხო, პირიქით, ანუ რახანის შესაძლებლობა არსებობს. და კანონი და საერთაშორისო პრაქტიკა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ცხადია, მხარეებს აქვთ ამის გამოყენების შესაძლებლობა საქმიანი და სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით. მე ვახსენე ეს ციფრული ბაზა მონაცემთა და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოდკასტების სერიის ფარგლებში ცალკე პოდკასტს იმსახურებს ეს საკითხი და გვექნება ალბათ ამის შესაძლებლობაც, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. ანუ საარბიტრაჟო ინსტიტუტებში უცხოურ საარბიტრაჟოში CRB-ს გაიდლაინი გამოვიდა AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც საერთაშორისო საკმაოდ ხარდამჭერ promotions ეგრეთ ხარდაჭერას უკეთებს უცხო ინსტიტუციური წამყვანი არბიტრაჟები და საინტერესო ის არის, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამაც ჩვენმა მეგობარმა მიმართა ეთიკის კომისიასაც საქართველოში შეკითხვით როგორ უნდა მოიქცეს იურისტი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტების გამოყენებისას და საერთაშორისო სტანდარტი არის ესეთი რომელიც აი CRB-ის guideline-შიც არის და ინსტიტუციური არბიტრაჟები მოუწოდებენ მხარეებს როგორც არბიტრს ისე იურისტებს ჩართულებს რომ თუ იყენებ ესე იგი ინსტრუმენტს ესეც AI-ს აუცილებლად უნდა გააკეთო გამჟღავნება, disclosure-ს აკეთებ, რომ მე გამოვიყენე, მაგალითად არბიტრმა თუ დაწერისას გამოიყენა ეს ChatGPT ან რამე სხვა უფრო დაცული, ან subscription based დაცული ChatGPT, მაშინ ვალდებულია რომ გაამჟღავნოს ამის შესახებ და პლუს აუცილებლად ვალდებულება აქვს მეორე რომ დაადასტუროს რომ ვერიფიცირება მოახდინა გენერირებული ტექსტის სიზუსტის, ანუ ის ზოგჯერ უთითებს გამოგონილ სტატიებს, არარსებულ წყაროებს და ტექსტიც ხშირად მცდარია ხოლმე და ეს ვერიფიკაციის დამადასტურებელი ანუ assurance-ი უნდა გასცეს ასევე ამ ინსტრუმენტის გამომყენებელმა წინამ შემთხვევაში არათუ იმ საარბიტრაჟო ინსტიტუტის მხრიდან იქნება ზომები გამოყენებული, არამედ ეთიკის საკითხი არის და რეალურად გარიცხვის საკითხი შეიძლება დადგეს და გადაწყვეტილების ბათუმობაზე შეიძლება გავიდეს დიდი ალბათობით. ამიტომ ძალიან საფრთხილო და სარისკო თემა და ამ ნაწილს ინსტიტუციური არბიტრაჟი აქტიურად უყურებს, რასაც ad-hoc-ში უბრალოდ მაკოტრირებული გოლი არ გეყოლება მაგის. და აი ამიტომაც ეს განსხვავებაც უკვე ტექნოლოგიური განვითარებასთან ერთადაც უკვე ნელ-ნელა იჩენს თავს. თუმცა მე პირდაპირ გეტყვით ad-hoc-ი ძალიან ხშირად ძალიან მაგარ გადაწყვეტად მიმაჩნია. თუ სენსიტიურები არიან მხარეები ხარჯებთან მიმართ. კი ბატონო, ინსტიტუტები ვახსენეთ და ალბათ რაღაც მხრივ შეგვიძლია ინსტიტუტებზეც ვისაუბროთ, ზოგადად ის აღიარებული ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ ვიცით შეიძლება იყოს. თუმცა რეკლამა და არ გამოგვიდეს ყველა პარიტეტულად განვიხილოთ. კი ბატონო, შეგვიძლია უბრალოდ ისევ კიდევ ხაზი ესმევა, რომ მაინც საბოლოო ჯამში არჩევანი ძირითადად
არსებობს იმაზე, რომ ინსტიტუტებს ირჩევენ მხარეები, ამას შეგვიძლია ვთქვათ შევაჯამოთ და ის რაც ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომ უკვე 10 წლებია, რომ ინსტიტუტები მაინც უფრო არიან ის ინსტიტუტები, რომ შეიძლება არ დავასახლოთ, მაგრამ ყველა მისით აქტიურად მუშაობენ, ასე ვთქვათ, პრომოუშენზე, დახვეწაზე, არბიტრათა ხარისხზე და წესებში კონკურენცია, ყველა კონფერენციაზე ვისმენ წესებში კონკურენციას. მაგალითად იტყვის, რომ ჩვენ მაგალითად დაჩქარებული წესების ეს მექანიზმის გამოვიყენეთ. ამ დროს შენ შეგიძლია ჩემთან ეს გააკეთო, სხვაგასთან არ შეიძლება და ეგ არის. მაგრამ ვითარებს და ირჩევენ. რა თქმა უნდა, დებარეობების და ყველაფერი ძალიან მე ყოველ დეტალს აქ მნიშვნელობა რომ გადაწყვიტოს მხარეებმა თუ სად ურჩევენ საბოლოოდ, ხო ესეც აგრეთ სავაჭრო თემა არის ხოლმე. პრინციპში ამით შეგვიძლია რომ ეს საკითხი, ანუ მოკლე საკითხი გქონდა, რომელიც ეხებოდა არბიტრაჟის სახეებს და დაყოფას. და რომელიც გამოიყენება ძირითად შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკაში თუ თეორიაში. ამით დღეს დაგემშვიდობებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოდკასტების სერია კიდევ ბევრი საინტერესო თემით დაგიბრუნდებათ და მსმენელს და მაყურებელს შემოგთავაზებთ არბიტრაჟთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე მსჯელობას. მადლობა. მადლობა.